Ayo, no. ებრაელთა მსოფლიო კონგრესი. ორატორები ერთმანეთს ენაცვლებიან. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ებრაელთა რბევისა და აწიოკების შემოწრთუნებელ ანგებს ხვევიან. საქართველოდან ჩასული რაბინი დავით ბააზოვი ასე იწყებს თავის სიტყვას. ძმებო, თქვენს წინაშე დგას თქვენი ძმა, იმ შორეული ქვეყნიდან, სადაც ებრაელობა 2600 წელია ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე არც ერთხელ არ განიცდია რბევა. დარბაზი ფერზე დგება. კონგრესის თავმჯდომარე, ფრანგი ებრაელი გენერალი კი ასე ამთავრებს თავის განმოსვლას. შვილებო, ამდერძად გქონდეთ და ვისაც როგორ შეგეძლოთ, იმით გამოხატეთ ქართველი ენის სიყვარული. ამანდერძამდე დიდი ხნით ადრეც ასე იყო. როგორც შეეძლო უმტკიცებდა თავის სიყვარულს საქართველოს ებრაელობა, რომელიც ამ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იყო გაბნეული. ლეგენდა თუ გადმოცემა მითხრეს, რომ ჯაჰანიძის მოძრაობის წინაპრები და მე-19 საუკუნეში ჯაფარიძეებს გამოუთხრობიათ თავიანთი ულამაზესი ასული პანძელებზე გაუთხრობიათ. თავადები იყო თავადების კვალი, თავადები.
ბანძაში და მზითოში გამოუყულებია დაჯიაშვილები ბაღავების. ბატონ რეზო ჯაფარიძეს ჩვენს წერილს განსვენებულს კითხე რამდენიმე წლის წინ. რატო გამომეტეთ მეთქი ბატონ რეზოას ერთმანეთს? კარგი იყავ და კაი მზითი გვესახელებოდა. ებრაელებით კომპაქტურად დასახლებული ბანძა თავისებური კულტურული ცენტრი იყო იმ მხარეში. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში პირველად სწორედ იქ დაუდგამთ ფაღავებს შექსპირის ვენეციელი ვაჭარი. ბანძაში მოსახლე ებრაელებს შორის ყველაზე ძლიერი აჯიაშვილებისა და სეფიაშვილების გვარები ყოფილა. მამაჩემი ბანძიდან გახდა ბაბუაჩემი შათულიას ვაჟი, შათულიას ეძახდნენ მეგრელებიც და ებრაელებიც, ესე შაბათა იყო მისი სახელი, ასე ვთქვათ. და როგორც ყველა ებრაელი იმ პერიოდში მეცრუმანობას ეწეოდა, დადიოდა სოფელ ჯვარში, ჭყალში, სამურზაყანოში, ასე ვთქვათ, ზუგდიდის მიღმა და მამაჩემი ყველა ხოლმე ამას როგორ დაყვავდა თვითონ შუაღამისას ცხენით გადავიდოდნენ ხანსა, მდინარეზე ხანსა და ათასგვარი ოჩოყოჩები მემართებოდა მამაჩემი ამბობს ხოლმე ამ ბავშვობაში. ძალიან საშიში მოგზაურობებიც იყო და ჩემს ბავშვობაში ყოველ ბაბუაზე ათასგვარი ქონდა ერთგვარი წამლერების მისით ლექსებს ატყსავდა როგორც ჩანს ბაბუაჩი თავისებურად. ანუ რაც შეეხება ბაბუას ძმას აბრამს ვეფესტალსონის პროგრამაზე უკრავდა გიტარაზე, შესანიშნავი თამადა იყო და ექსპორტად ხსავდა ლექსებს სამენაზე, ქართულად, მეგრულად და რუსულად. შინაგანი მისტიური შრეები სულიერ როგორც ჩანს მეგრულ სიმღერებთან და მეგრულ გარემოსთან და მეგრულ ყოფასთან არის ძალიან წილნაღარი. თვითონ ბავშვი ძალიან პატარა დავდიოდი ხოლმე ჩვენ გორაკზე ვცხოვრობდით და ეხლაც იქ არის ჩვენი სახლი, ასე ვთქვათ, მაღლა და მაღლა მთაზე დავდიოდი ხელთოს მოსაკრებად. და უნდა გამოვიდო გზა ერთმანეთს სასაფლაო იყო ტაფობში, საოცრად ლამაზი ტაფობი და ადვასათიარის ლექსიუარი თუ ის უნახავს სასაფლაო უფლისხელი დახატული მართლა უფლისხელი დახატვის გარდა ეს სასაფლაო ამ ტაფობს ამოვივლი და ვაქცელები გზად მივიდიოდი ამ ხედროს სადღაც მაღლა მთაში იყო მონასტერი. ასეთი უცნაური თითქოს მისტიური ადამიანებით სავსე ის გარემო, რომელშიც ჯემალი იზრდებოდა. სხვადასხვა წარმომავლობის, წამსისა და კულტურის შვილები ერთ მთლიან სამყაროს ქმნიდნენ. ყველას განსაკუთრებული ფერი ჰქონდა და თავისებურ კვალს ტოვებდა პატარა ებრაელი ბიჭის ცნობიერებაზე. ის ადრეულ ბავშვობაში ვერ ახერხებდა თითოეული მათგანისთვის სახელი დაერქმია და კუთვნილი ადგილი მიეჩინა. ვერც კომუნისტურ რეჟიმში ებრაული თემის ყოველდღიურ ყოფასა და სხვა ეთნოსთან მათი თანაცხოვრების ფილოსოფიას იასრებდა. ეს გაცილებით გვიან წლების შემდეგ მოხდა. დედა ცდილობდა განსხვავებული ადათ-ჩვევების არსი მისთვის გასაგებ ბავშვურ ენაზე განემართა, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა. მამის კი ისეთი რიგი და შიში ჰქონდა, რომ ზედმეტი კითხვების დასმა აზრადაც არ მოსვლია. ბავშვები ხშირად სტუმრობდნენ სუჯუნეთში, დედის მშობლებთან. იქ მათი მთავარი მასპინძელი მალქას მამა, ილია მიხელაშვილი იყო. ბაბუამ ზედმიწევნით კარგად იცოდა თორემ, მაგრამ გარდა ამისა, ბევრი ისეთი ამბავი ჰქონდა გადანახული შვილიშვილებისთვის, რომელიც წმინდა წიგნებშიც არ იყო შესული და მხოლოდ წინაპრებისგან ჰქონდა გაგონილი. ამიტომ ჯემალს დედულეთში სტუმრობას არაფერი ერჩია, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, როცა ამ მითიურ წარმოდგენებს ბავშვებისთვის საოცრებო ჩაროზიც ემატებოდა. განსაკუთრებით უყვარდა პასექი, პესახის დღე. პესახის დღე ის არის დღე, როდესაც მოსემ გამოუყვარდა ებრაელობა ეგვიპტიდან. ამ დროს გახსენებ. ამას ეხება აგადა. აგადა არის გადმოცემას ნიშნავს დღევანდელი პერიოდი, მაგრამ აგადის რიტუალი იყო საოცრად ლამაზი. ამას როგორც წესი, ბაბუასთან ხდებოდით ხოლმე და ბაბუასთან ხდებოდა ეს აგადის რიტუალი, მთელი ჯალალი და მთელი სანათესო გრძელმაგინაც შემოუწყდებოდა. და ბაბუა ყოველ ამ საოცარ ამბებს. მერე ხდებოდა რა, გამოვეცოცხლებინეთ, ისცენირება უნდა მომხდარიყო დევნილი ებრაელობის ეგვიპტიდან. გაგვიძახებდნენ კარში. ბავშვებს გაგვიძახებდნენ და უნდა დაგაგუნებინა კარებს. მაგრამ ვინახავთ, ჩვენ ვართ ტოლული ზენი ისრაელისანი და იქნება შეგვიფაროთ.
ხდებოდა ამის სისცენე. რა არის თქვენი ებრაეულობის დასტური და მაშინ უთხოვით რაღაც ტრადიციულ მოსვლას შემა ისრაელ ისმენ ისრაელობა ჩვენი ღმერთი არის ერთი ღმერთი. ეს იყო უკვე საფუძველი დასტური, რომ მართლაც ტოლობები და ალბათ აჭარები და ავაზაკები გამოგვიყვნენ კარს და არაჩვეულებრივი სასუსტებელი მოძებნა ეს ინსცენირების ის მიყვარდა ბავშვობაში რაღაც. გვიანი შემოდგომის ერთ მშვენიერ საღამოს შინ დაბრუნებულმა საგულდაგულოდ შეფუთული ლურჯღდიანი ვეფხისტყაოსანი ჩამოუტანა შვილებს. 51 წელს გამოცემული თოიძის ილუსტრირებული წიგნი ჯემალს იმღიდან ხელიდან არ გაუშვია. ტარიელმა მოაჯადოვა განსაკუთრებით და დღედაღამ მის პორტრეტებს ხატავდა. ჯემალი სენაკის მეორე საშუალო სკოლაში სწავლობდა. იმ დროს ამ პატარა ქალაქში განათლებასა და განსწავლულობას დიდი ფასი ჰქონდა. ამიტომ სახლშიც და სასწავლებელშიც ერთ მოთხოვნას უყენებდნენ. კარგად ესწავლა და ბევრი ეკითხა. ეს მისთვის არ იყო იძულებით შესასრულებელი ვალდებულება. შესანიშნავად სწავლობდა და კითხვაც განსაკუთრებით უყვარდა. თუ სადმე წიგნს წააწყდებოდა, ხელიდან არ უშვებდა. ქართული ენის მასწავლებლის ტერენტი ყიფიანის წყალობით მოსწავლეების ცხოვრებაში პოეზიას და ლიტერატურას განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ჯემალმა ზეპირად იცოდა ქართული პოეზიის თითქმის ყველა შედევრი. რაც შეეხება ლექსების წერას, მეხუთე კლასში იყო, როცა სატრფიალო სამაღობო ლირიკაში პირველად მოსინჯა თავი. ჯემალის განსაკუთრებული სიყვარული პარალელურმა კლასებმა ჟიული შავტავამ დაიმსახურა, რომელთან მეგობრობამაც ბევრი სიძნელე გადაალახინა და ბევრ მნიშვნელოვან ნაბიჯსაც დაუდო სათავე მის ცხოვრებაში. მაგრამ დამწყები პოეტის რომანტიკულ ბუნებაზე ყველაზე დიდ გავლენას მაინც ლიტერატურული გმირები ახდენდნენ. პატათეხის ასაკში როცა ვიყავი, სწორედ პაზბები და ასეთ ნაწარმოებებს კითხულობდი და საოცრად მომწონდა ეს ცხოვრების წესი, რაც კაზმებს აქვს აღწერილი. ისე იყო საქმე, რომ ჩაიცმედი ჩოხა ძალიან ისეთ ტრადიციული და ხელში მინდოდა გაქცევა მეტალი თუ დადგმებებს თუ ხელში ვიქნე ან ხელისბერებაზე არ ასე შევსებებოდი, მაგრამ ორგაც მინდოდა რომ ან ელგუჩა რაღაცა მოძღვარი მინდოდა საოცრად ონოფე და ვოლისეს და მაპალას ტრაგედია და ის ეპიზოდები მაპალას კოლონის შედაყანის სურათები აქვს რაღაც ფანტასტიკურად კაზბეკს აღწერს ზოგადად ისეთი კაზბეკი გაქცევა მინდოდა სახლიდან იმიტომ რომ ძალიან ტრილერულად ასე ვთქვათ და ისეთად მეჩვენებოდა ის ყოფა სადაც მე ვცხოვრობ 1961 წელს სკოლა დაამთავრა ჟურნალისტობა უნდოდა მაგრამ ახლობლების რჩევით თბილისში ჩავიდა და აღმოსავლეთმცოდნეობაზე შეიტანა საბუთები მიუხედავად იმისა რომ ქართულში შესანიშნავად მომზადებული გრიგოლ ხანძთელეცკის ზეპირად იცოდა პირველ წელს მოწყალების თვალით არ შეხედეს და გარეთ დარჩა რბივად რომ ვთქვათ გულდაწყვეტილი სენაკში დაბრუნდა კეთილის მსურველებმა მამას ამჯერად ურჩიეს ბიჭისთვის რაიმე ხელობა ესწავლებინა რათა სამომავლოდ თავის გატანა შეძლებოდა მაგრამ ხელოსნობა რა თქმა უნდა არ ეწერა ბავშვობის მეგობრის ჟიულის შავტავას შეგულიანებით ისევ თბილისს მიაშურა მასთან დასახლდა და უნივერსიტეტში ბედი მეორეც სცადა ამჯერად წარმატებულად სპარსული ენისა და ლიტერატურის განყოფილების სტუდენტი გახდა პირველი თარგმანი რუდაკის სიბერის ელეგია მის პედაგოგს ვახუშტი კოტეტიშვილს წააკითხა რომელმაც ნამუშევარი შეუქო და გზა დაულოცა ასე დაიწყო სპარსული პოეზიის შედევრების თარგმნა რახმანჯანის ღაზელების მისეული თარგმანი კლასიკური ლიტერატურის ავტორიტეტებმა უკვე ნამდვილი პოეტის კალამს მიაწერეს უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა მაშინ გამორჩეულია და შესაბამისად ჯემალსაც ბევრი რამ შესძინა იქ მოღვაწე კორიფეებთან ურთიერთობა როცა სპარსულ ლირიკას ძალიან გაუშინაობდა ერთ-ერთმა მათგანმა ურჩია სპარსულს ბევრი პატრონი ჰყავს იქნებ ებრაულს მიხედო მესამე-მეოთხე კურსზე ებრაული პოეზიის თარგმანთან ერთად ძველი ეგვიპტური და ბაბილონური კულტურების შესწავლას მოგიდა ხელი საჯარო ბიბლიოთეკაში ეგრეთ წოდებული აკრძალული ფონდის ერთგული მკითხველი იყო და მუშაობაში ასწორებდა დღე-დღამეს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სენაკში დაბრუნდა ცდილობდა ერთი კულტურით არ შემოფარგლულიყო და რუსული პოეზიის ესენინის თარგმნას შეუდგა
60-იან წლებში საბჭოთა კავშირ ირანის ურთიერთობებში ყინული გაუხლა და კომუნისტური იმპერიის მოქალაქეებსაც გაუჩნდათ შანსი ირანში მოხვედრისა. კეთილი ადამიანების დახმარებით ჯემალი სპარსული ენის თარჯიმნად 3 წლით ამ უძველეს ქვეყანაში გაემგზავრა სამუშაოდ. დასაწყისში უმარ ხაიამის ენაზე მეტყველი ახალგაზრდა თარჯიმანისა ადგილობრივ ჩინოვნიკებს არაფერი ესმოდათ, მაგრამ მალე ის სრულყოფილად დაეუფლა სალაპარაკო ენას და ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგდა. ჯემალს ირანში ყოფნის დროს ძმამ გაუგზავნა ჟურნალი „ხოლლი“, სადაც ვახტანგ ჭელიძის ებრაული პოეზიის მისეული თარგმანი გამოექვეყნებინა. ეს მისი შემოქმედების აღიარების პირველი მნიშვნელოვანი დასტური იყო. მას შემდეგ, რაც მანანა სეფიაშვილს შეხვდა, გადაწყვეტა მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან ეტაპს შედგომოდა. მეუღლეობა გაეწია ამ ახალგაზრდა ქალისთვის. საქორწინო აქტმა ქალსა და მამაკაცს შორის ქეთუბას რიტუალით იმოსება. მათ ერთმანეთს ბედი 29 წლის წინ დაუკავშირეს. მანანა მაშინ უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ერთ წელიწადში პირველი ვაჟი დიმიტრი გაუჩნდათ. 78-ში ლევანი დაიბადა. მშობლებისგან განსხვავებით, შვილებს სხვა რეალობაში მოუხდათ ჩამოყალიბება. ტოტალიტარიზმის ქიმერები და რკინის ფარდა წინათაობის მეხსიერებასა და განცდაში დარჩა. 1974 წლიდან ჯემალი მწერალთა კავშირის მთარგმნელობით კოლეგიაში მუშაობდა. მის მიერ თარგმნილი ჩიკამაცუს პიესა შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე 12 წელი იდგმებოდა მარჯანიშვილის სცენაზე. 80-იან წლებში, როცა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი იყო და ეს ქვეყანა საბჭოთა იმპერიის მტრად მოიაზრებოდა, საქართველოში გამოიცა აჯიაშვილისეული თარგმანი ებრაელი პოეტებისა, რომელთაგან რამდენიმე სიონიზმის იდეოლოგად იყო მიჩნეული. კრებულის გამოსვლამ აფეთქების ეფექტი მოახდინა. მას ფეხდაფეხ მოჰყვა ტელეგადაცემა და ებრაულმა პოეზიამ უკვე მთელს ქვეყანაზე გაიშვირა. რეზონანსი იმდენად დიდი იყო, რომ რუსეთში სახაროვი, ამერიკაში პრესა ალაპარაკდა. ნიუ-იორკ ტაიმსში დაიბეჭდა სტატია სათაურით ებრაელთა განსაკუთრებული მდგომარეობა საქართველოში. შემთხვევით იმედი, რომ სწორედ ქართული ებრაელობა, რომელიც ყველაზე კარგად შეეგუება საქართველოს ყოფას და ყველაზე ნორმალური ურთიერთობები აქვს და აქედან არ გამოსწია და გენოციდი და მსგავსი რაღაცები, ვიდაც სოფლის ახალგაზრდული ქვეყნები ებრაელებს გამახერებს. მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად შეინარჩუნეს ის კოდი, იერუსალიმური კოდი და კოდიც. შემთხვევით არის ალბათ ის ფაქტი, რომ პირველი გზის გამკვლევები იერუსალიმისკენ, ანუ რეპატრიაციის პირველი ტაურის მეტრუშები იყვნენ ქართველი ებრაელები. ეს ხდება 1969 წლის 6 აგვისტოს. მანამდე 200 ოჯახმა გააღწია როგორც რაღაც მანქანებით იერუსალიმში, მაგრამ 79 წლის 6 მაისს 18-მა ქართველი ებრაელის ოჯახმა წერილით მართა გაერთიანა მულიერების ორგანიზაცია. მაშინ ეს დიდი გმირობა იყო. ჩიტი ვერ გადახვინდებოდა როგორც იყვნენ საზღვარგარეთ და როგორი ქვეყანა იყო ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირი. რომ მოეხდინათ ესე იგი ზეგავლენა საბჭოთა ხელმძღვანელებზე და მიეცათ მათთვის კანონიერი რეპატრიაციის უფლება. მე ესე იგი გოლდა მეირმა წაიკითხა მეგდალოვმა ქალბატონმა ისრაელის კნესეთში, ამას მოყვა მსოფლიო საზოგადოების დიდი გამოხმაურება და თან გავა წავიდა ეს 18 ქართველი ებრაელის ოჯახი და ამას მოყვა დიდი რეპატრიაცია, დიდი ალია, როგორც ებრაულად ითვლიან, ყოფილი საბჭოთა კავშირი. ჯემალ აჯიაშვილი 44 წლის იყო, როცა პირველად შედგა ფეხი წინაპართა მიწაზე. ამის მიზეზი მისი პიესა გამოიღვიძე ქნარო გახდა, რომლის შექმნის იდეაც კოტე მახარაძეს ეკუთვნოდა. მოგვიანებით მისივე ინიციატივით ერთი მსახიობის თეატრში დადგმული ეს სპექტაკლი, რომელიც ქართულ ებრაულ ურთიერთობებსა და ებრაელთა ყოფაზე მოგვითხრობდა, ისრაელის დედაქალაქში, თელ-ავივში წაიღეს. პირველი დაძაბული დაანგრია ბაბილონის მეფემ ებრაელებისა. ებრაელები წასხა ბაბილონში და სთხოვს ებრაელ გალობლებს, რომლებიც გალობდნენ ტაძარში, ლევიტელებს ეგრეთო, რომ ამალამო თქვენ ჩვენს ტაძრებში, ბაბილონურ ტაძრებში უნდა იმგავოთ თქვენი საგალობლებიო. და ამ ლევიტელებმა ერთმანეთს შეტრწმუნებით გადახევესო.
ამ მოწმინდურების წინაშე ჩვენი წმინდა სიმღერა როგორ უნდა მივიღოთ თუ თითები გადაიმტვიეს რომ ქნარებზე დაეკრათ და თავიანთი ქნარები ხელებზე ჩამოკიდეს დააძინეს თავიანთი ქნარები აქტიურად ტყუილობაში წასული ხალხი დატყვევებული ხალხი ადუმებს თავის ქნარს და ისრაელის თქვათ სახელმწიფოს როგორც სახელმწიფოს აღდგენა უკავშირდება ქნარის გამოგზავნებას და აქტიურად ტყუილობიდან ასე საქართველოს რომელიც 200 წლიან ტყუილობაში და საქართველოს 90 წელი 99 წელი რაღაც ეროვნული აქტი რაღაც თავისუფლების კედელზე ამას დაუკავშირე როგორც ეცნატაშვილის ჩამოკიდეთ ჩვენი ქნარების კონტა ეპიგრამად და გამოიგეზე ქნარი რომელიც უკავშირდება ასე ვთქვათ საქართველოს და ქართული ებრაული ურთიერთობა ამ პრიზმაში მინდოდა ყოფილიყო გააზრებული სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად ვიდეო ჩანაწერები ელვის სისრაფით გავრცელდა იქაურებში ჯემალს გაურების განცდა რომელიც ბავშვობიდან თანსდებდა ისრაელში ყოფნისას კიდევ უფრო გამომცაბრდა ეს საოცარი განცდა იყო ბუნებრივად სანამ ჩავიდოდი მე ჩემი დამიმართა რომ თქვენი არის ამას აქვია სისხლისკლევი თუ მიწისყრილი თუ აქვია მე არის ყოველ შემთხვევაში მაშინ არ იყო ასე ფილის თემაზე ასეთ ხაზი არ არის მოსკოვი მერკი მე პროცესა მე ვეთევაიოს მე მოსკოვში ჩავედი და ასე დაგადა იმდენად დაგმუნდა პოლიტიკა მე პროცესში ჩავედი იქნორე რაღაც დავყავდა ხელავდა შემოდევიდა იმდენად დაგმუნებული ვიყავი და პოლიტიკა მე ყველაფერს პოულობდი მართალია აპორიატებული ვიყავი საერთოდ მე დავწყნარდი ესენი წამოვიდნენ დაახლოებით 20 წელში. ატომი კოდედა სხვა კულტურის მოღვაწეები იქ დამტოვეს პირველ სამი თვე ვიყავ. სამი თვის მე ვიყავ. მოვიდა სუსვანაი ვიყიდე უკვე. და ხშირად ვიყავ. ერთი დრო ისე ცნება იაბობენ ორი სამშობლო ორი დედის მაგრამ როგორც რაღაც არ არის ამაში. Ну, больше тут национальный язык очевидно. Там обычно თუმცაღა აკურატ გავუწ მენატრება. ერთხელ ჯემალ აჯიაშვილს კითხეს. ხომ არ გენარებათ თქვენ შრომა, როცა იმენაზე წერთ, რომელიც მხოლოდ რამდენიმე მილიონი ადამიანს ესმის. მისი დაუფიქრებელი პასუხი ასეთი იყო. მე ბედის უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ქართულ სიტყვას ვცხოვრები. მან ქართულ ენაზე ააშხერა ებრაული, ეგვიპტური, სპარსული, იტალიური, ინგლისური, ესპანური, გერმანული, რუსული პოეზია. მისი შემოქმედება ბიბლიისა და ვეფხისტყაოსნის შემქმნელი ორი ენის სიბრძნითა და კეთილხმოვანებით არის გაჯერებული. ერთი ძველებრაული შეგუნება ხაღადებს. თუ არ არის თორა, არც ფქვილი იქნება, რაც ნიშნავს, რომ სულიერების გაქრობის შემთხვევაში ყოველგვარი მატერიალური სიკეთე ფასს დაკარგავს. ამ შეგონების ერთგული დამცველია ცხოვრებაში და ამასვე ემსახურება მისი კვალა. ხალხური გადმოცემით პოეტთა მეფეთ აღიარებულ დავით მეფეს ბეფსამუნდეს თავისი ქნარი გალავანთა მქონია და ყოველ დღე ვიდრე დილიდან საღამომდე ეს ქნარი დუმდა. საღამოს კი, როდესაც იერუსალიმის მაცოცხლებელი ნიავი დაბერავდა, ქნარი შეირხეოდა და თავად იწყებოდა გალობას. ამ ჰანგზე ამღერებული მეფე პოეტიც თხსავდა უკვდავ საგალობელს. სწორედ ასეთი საგალობელი უმღერა თავის ორ სამშობლოს ჯემალ აჯიაშვილმა. ნაღვერდალივით შემოაყარა ქართულ დიდ კულტურას ყველაზე ლამაზი და ყველაზე ნაღდი ქართული სიტყვები. დადიოდა საუკუნეებში და ეძებდა ქართულ მარგალიტებს, რომ მერე ჩვენთვის მოეტანა, დაელაგებინა და შეეხსენებინა, რა გორისანი ვართ, საიდან მოვდივართ, ვისი ჯიში გვაქვს, რა ხალხი ყოფილვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჯემალ აჯიაშვილმა ძალიან ბევრი ენა იცოდა, ყოველთვის სიამაყით ამბობდა, ენა მაინც მეგრულად ავიდგა. დღეს სამეგრელოში
ამ მიწაზე და ამ ქალაქში ახსოვთ ყველაზე კარგად ჯემალა ჯიაშვილი და ახსოვთ რომ 70 წლის წინ ამ მიწაზე 23 მარტს დაიბადა დიდი ქართველი ებრაელი ჯემალა ჯიაშვილი. ყველას ერთად გილოცავთ მის დაბადების დღეს. ჯემალა ჯიაშვილმა ფეხი ბანძაში აიდგა. ბანძაში, სადაც საქართველოში პირველად დაიდგა გენიალური ინგლისელი დრამატურგის შექსპირის ნაწარმოები. ამ საოცარ ადგილას, რომელიც თითქოს უმთავრეს გადაკვეთაზე მდებარეობს, აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთში, აი აქ უმთავრესი გზა გადის. სიახლოვეს, სადაც მდებარეობდა ძველინო ქალაქები, ანუ ციხე-გოჯი, როგორც მას უწოდებდნენ. აი აქ ხდებოდა ჯემალა ჯიაშვილის სულის ფორმირება. ეს იყო ყველაზე დიდი სამჭედლო, სადაც მისი სული გამოიჭედა. განსაკუთრებით უყვარდა ერთ-ერთი პოეტის ლექსი „ემ გურს მიაქვს შავი ზღვისკენ სამეგრელოს სევდა“. აი ეს სევდათან გავდა მის სულს. ჯემალის თარგმანებში მაშინაც კი, როცა ის უცხო პოეტებს თარგმნის, ხვიჩას გოდება გვესმის. გვესმის ცოტნე დადიანის თავგანწირვა. გვესმის თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მეგრელ კაც მიწასთან, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა გარესინამდვილესთან და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სამყაროსთან. აი ეს წამოიწვა მან სამეგრელოდან და თანსდევდა მთელი ცხოვრების მანძილზე როგორც ყველაზე დიდი განძი. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა და მადლობა ჯემალა ჯიაშვილის სულს აი იმისთვის, რომ შექმნა ფაქტიურად თარგმნელობით ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობა. და დღეს სწორედ ჩვენ ღონისძიებას სამარგალოთი დავიწყებთ.
ერის ნებაში მონაწილეობენ არა მხოლოდ ცოცხალნი, არამედ გარდაცვლილი უნიც. მონაწილეობს დიდი წარსული და გამოუცნობი მომავალი. ერში შედიან არა მხოლოდ ადამიანთა თაობები, არამედ ტაძართა, სასახლეთა, კარმიდა მოთაქვები, საფლავის ლოდები, ძველი ხელნაწერები, წიგნები და იმისთვის რომ მიწვდე ერის ნებას უნდა უსმინოთ ამ ქვებს, წავიკითხოთ